მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე, გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ვნახოთ გამოვა თუ არა კონტაქტზე მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კოლეგა, მეგობარი, ამხანაგითო სასიყვარულო ასპექტით, იმიტომ რომ ჩვენ დღეს უშუალოდ კონტაქტზე გამოსვლა არ გამოსვლას განვიხილავთ, ხო? და მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მოწერეთ პირადში და ვნახოთ აბა გამოვა თუ არა კონტაქტზე. ჩაიფიქრეთ ადამიანი, კონცენტრირდით მასზე, წარმოიდგინეთ კარგად. გამოვა თუ არა კონტაქტზე მომდევნო მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გამოვა თუ არა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება, გამოვა თუ არა მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება და გამოვა თუ არა მესამე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება. იმისათვის რომ გაგიმარტივდეთ არჩევა, პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი და მესამე ვარიანტი ასეთი ვარდისფერი კვერცი. არჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და მეგობრებო, შეგახსენებთ მანამდე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც იმისათვის, რომ დააბალანსოთ ენერგიები, აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო და რა თქმა უნდა, ვისაც არ გაქვთ ჯერ კიდევ მოწონებული ჩემი გვერდი, აუცილებლად მოიწონეთ ჩემი გვერდიც. და არჩიეთ, ფიქრობ, გააკეთებდით არჩევანს. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან გამოვა თუ არა კონტაქტზე მომდევნო 2 თვის განმავლობაში. კვერთხებისათიანი ამოვიდა სიგნიფიკატორად და პირველ რიგში მეტად აქ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს რაღაც არც ისე მარტივი პერიოდი აქვს, რბილად რომ ითქვას, თითქოს ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობები არის მის რეალობაში, ძალიან ბევრი საფიქრელები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი შანსია რაღაც კონკრეტული სიტუაცია, რაც თქვენ შორის არის, დასრულდეს. ანუ ახლა თუ თქვენ შორის არის რაღაც პაუზა, სიჩუმე და ასე შემდეგ, დიდი ალბათობით ეს დასრულდება. დავამატოთ არკანები, რომ დავაზუსტოთ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად. გამოვა თუ არა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათთან კონტაქტზე, ვნახოთ აბა. მეგობრებო, ამ არკანებიდან გამომდინარე, უფრო მეტად სიჩუმეს ვხედავ, ვრცელად ვიტყვი. ანუ უმეტესობასთან აქ რეზონირდება, რომ არ გამოვა ნამდვილად სამწუხაროდ. კი ბატონო, ზოგ თქვენგანთან, არ ვიცი, დავუშვათ 100-დან 1-თან შეიძლება ნამდვილად გამოვიდეს, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება, როგორც არ გამოვა და იცით რატომ, თითქოს ადამიანს როგორც თავიდანვე გითხარით რაღაც რთული სიტუაციები აქვს, რთულ სიტუაციებთან უწევს შეხვედრა. გარდა ამისა, ვიტყოდი იმას, რომ ძალიან ცვალებადი ემოციები ელოდება ახლო მომავალში, ძალიან შთამბეჭდავი მოვლენები, როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური ასპექტით და თითქოს ადამიანი შორიდან ნამდვილად გადავნებ თვალყურს, დიდი ალბათობით სოციალურ ქსელებსაც ათვალიერებს, გაკვირდებათ, თანაც ასე თუ ისე ინტენსიურად, მაგრამ კონტაქტზე გამოსვლას რაც შეეხება, მე პირველი ვარიანტი უკაცრავად სამწუხაროდ ადამიანი არ გამოვა. უმეტესობასთან ნამდვილად არ გამოვა. ძალიან ცოტა თქვენგანთან გამოვა ადამიანი კონტაქტზე და ისე ძალიან პასიური ენერგიები და თითქოს ისევ მიდის თუ რაღაც მსგავსი სიუჟეტი შეიძლება განვითარდეს. მაგრამ უმეტესობასთან აქ არანაირი გამოსვლა არ ექნება სამწუხაროდ პირველი ვარიანტი. კარგით, მადლობა პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ამოვიდა და თქვენთან ამოვიდა არკანი პენტაკლების-ათიანი. მეგობრებო, რა ხდება? პირველ ვარიანტზე გქონდა კვერცხების-ათიანი, აქ კი გვაქვს პენტაკლების-ათიანი. აქ რაღაც სამკუთხედებთანაც გვაქვს თითქოს საქმე, მეორე ვარიანტი. შესაძლოა ადამიანი დაქორწინებული იყოს, ან თქვენ იყოთ დაქორწინებული, ან რაღაც მსგავსი სიტუაცია იყოს, ხო? რომ სამკუთხედები, ოთხკუთხედები და რაღაც მსგავსი სიტუაციები გვყავს.
და თითქოს ადამიანი მეტად ოჯახზე არის კონცენტრირებული ახლა, თუ თქვენ რა თქმა უნდა ოჯახიანი ადამიანი ჩაიფიქრეთ, თუ მეგობარი ან ვიღაც მსგავსი არა, სასიყვარულო კონტექსტით თუ ჩაიფიქრეთ არა მარტო სული ადამიანი. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, გამოვა თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათთან კონტაქტზე 2 თვის განმავლობაში. ვნახოთ პენტაკლების 4-იანი, პენტაკლების 9-იანი, კვერთხების მეფე, ხმლების 5-იანი და არკანი იმპერატორი ქალი, არკანი პენტაკლების დედოფალი, არკანი პენტაკლების ტუზი, ხმლების 9-იანი და თასების რაინდი. მეგობრებო, ძალიან უცნაური სიუჟეტები მოხდება აქ და პირველ რიგში აქ აშკარად გვაქვს საქმე ვიღაც არა მარტო სულ მამაკაცთან, თითქოს ძალიან ბევრმა თქვენგანმა ჩაიფიქრა ნამდვილად არა მარტო სული ადამიანი ოჯახით ან შეყვარებულით და თითქოს თქვენ ეს ისედაც იცით, სამკუთხედები ჩანს აქ. და პირველ რიგში პირდაპირ გეტყვით მეგობრებო, თუ ჩვენ აქ ვეხებით სამკუთხედებს, ვისთან სამკუთხედების სიტუაცია არის, გამოვა მეგობრებო კონტაქტზე, მაგრამ ეს კონტაქტზე გამოსვლა იქნება საკმაოდ უცაბედი, მოულოდნელი, დიდი ალბათობით რაღაც თბილი კომპლიმენტებით, თითქოს თბილი ენერგიებით ახსოვსე. ნამდვილად არ გამოვრიცხავდი იმასაც, რომ რაღაც საჩუქრითაც კი შეიძლება მოვიდეს ადამიანი, მაგრამ იცოდეთ, რომ მისი მიზანი იქნება რაღაც გარკვეული მატერიალური და ვნებითი ასპექტები. და თქვენს ადგილას ნამდვილად არ ვენდობოდი ასეთ ადამიანს. თუ რა თქმა უნდა, გავიმეორებ, ახლა სამკუთხედებზე გვაქვს საუბარი. იმიტომ რომ მე ხომ ვიცი, ბევრი ადამიანი მიყურებს ბევრნაირი სიტუაციებით. ხოლო დანარჩენების შემთხვევაში, სადაც სამკუთხედები და რაღაც მსგავსი არ არის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე და თანაც გამოვა ასე თუ ისე თბილი ენერგიებით, თბილი ემოციებით, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ. უმეტესობასთან 2 თვის განმავლობაში კი ბატონო გამოვა, მაგრამ ნაწილთან, ძალიან ბევრ თქვენგანთან, გამოვა არა 2 თვის განმავლობაში, არამედ ცოტა გაიწელოს შეიძლება სიტუაცია და მაგალითად 2 თვე და 1 კვირა, ან 2 თვე და არ ვიცი 2 კვირა, ხო? ან 2 თვე და ან სულ 3 თვის განმავლობაში ხდებით ხომ რასაც გულისხმობ. მაგრამ კი ბატონო გამოვა და სხვათა შორის საკმაოდ ისეთი ენერგიებით, ერთის მხრივ თბილი ენერგიებით, მაგრამ დისტანციური ენერგიებითაც. ანუ რაღაც თბილი და გულწრფელი განწყობით გამოვა ადამიანი კონტაქტზე, მაგრამ ამავდროულად ცოტა ისეთ დაძაბულ ენერგიებს ხედავ აქ, სადაც ადამიანი დაძაბულია, რომ მოდი ჩემთან ახლოს, მოდი ვისაუბროთ და ასე შემდეგ, მაგრამ ზედმეტად ახლოსაც არ მიგიშვებ, არაფერი ცუდად არ გავაკეთო, არაფერი არ მიქარო, ხო? შესაძლოა რაღაც კონკურენციის მომენტებიც იყოს, სადაც ადამიანი ეცდება და ამტკიცოს, რომ მაგარია, თქვენზე უფრო კარგი არის, თქვენზე პროფესიონალი არის რაღაც საქმეში, რაღაც მსგავსი იყოს. მაგრამ კი ბატონო, უმეტესობასთან აქ გამოვა მეგობრებო კონტაქტზე, თუმცა ცოტა სხვადასხვანაირი ენერგიებით, რომლებიც გავაშხერე და დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ახლა თუ იქნება თასების 10-იანი ან კვერთხების მეთქი ხმლების 10-იანი ძალიან არ გამიკვირდება. კარგით, ნახოთ ახლა მესამე ვარიანტი თქვენთან რა ხდება, გამოვა თუ არა კონტაქტზე, ხმლების 6-იანი, 10-იანი არა, 6-იანი და აქ უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რა სახის სიტუაციაც არ უნდა იყოს მესამე ვარიანტი თქვენთან აუცილებლად გამოვა ადამიანი კონტაქტზე. დავამატოთ კიდევ არკანები, დავასუსტოთ, აქ მარტივად გითხრეს, რომ კი გამოვა აბასაწავაო. დავამატოთ არკანები. გამოვა მეგობრებო კონტაქტზე და შეხედეთ ხმლების 8-იანი და ხმლების ტუზი ამოვიდა. გამოვა და ეს გამოსვლა საკმაოდ მოულოდნელი შეიძლება იყოს თქვენთვის, თითქოს გაჩერება იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ ურთიერთობაში. შესაძლოა სულაც წლები ან თვეები იყო დაპაუზებული ყველაფერი თქვენ შორის, მაგრამ გამოვა საკმაოდ უცაბედად, მაგრამ შეხედეთ ხმლები ამოვიდა აქ. და როგორც მინიმუმ აქ ადამიანი ეცდება თქვენთან რაღაცეები გაარკვიოს სიტუაცია, გაარკვიოს თქვენ რა გინდათ მისგან, რა გინდათ
ზოგადად ამ ურთიერთობისგან. ეცდება რაღაცეები დაალაგოს თქვენ შორის, რაღაცეები სადღაც აღიაროს, სადღაც გაარკვიოს. ზოგ თქვენგანთან რეზონირდება როგორც რაღაც სიმართლის აღიარება, რაც შესაძლოა ნამდვილად არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ საბოლოო ჯამში კი ბატონო ადამიანი გამოვა კონტაქტზე და გამოვა იმისათვის, რომ გაარკვიოს სიმართლე, ყველაფერი მაქსიმალურად სამართლიანად და სწორად დაალაგოს. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით ყველას მეგობრებო, უღრმესი მადლობა და